მოგესალმებით, მეგობრებო, გილოცავთ შობა ახალ წელს, გისურვებთ ხვავს, ბარაქას, დოულაც. თუ რაიმე გამომრჩა, მაპატიეთ, დანარჩენს თამათა გეტყვით. ისე რა ვიცოდი, ასე მალე თუ მოვიდოდა ეს ახალი წელი, თორემ რა მათქმევინებ და ახალი წლიდან ვარჯიშს ვიწყებთ ხო, თუ არ ვიტყოდი, არა? ახლა ვარ უხერხულში. მაგრამ არაუშავს სამაგეროდ რჩევა მაქვს თქვენთვის ესეთი. სახურავზე ასული, ყველა კაცი თოვლის ბაბუ არ არის. შეიძლება უბრალოდ ანტენას ასწორებს ადამიანი და საჩუქარს ნუ მოთხოვთ. უბრალო ადამიანებს გილოცავთ დაბდეკ შობა ახალ წელს, ხოლო ფილოსოფოსებს გეტყვით, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. ორიოდ სიტყვა საახალწლო სუფრაზეც უნდა ითქვას, ისე არ გამოვა. პირველ რიგში იმდენ სიხარულს გისურვებთ, რამდენი თებში ოლივიეც საქართველოში იქნება. ანუ ბევრი. ფრაზა ჭამის დროს ლაპარაკი უზრდელობა 31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე არ მოქმედებს. გაითვალისწინეთ ასევე თუ კაცი ბუხრიდან ჩამოდის, სანტა-კლაუსია, ხოლო თუ ადის თვალით ამადა. მე პრინციპში საახალწლო სუფრას ანახევროდ ეხლა მზად მაქვს. ნუ, ბოლო კი უკვე ვიყიდე და ეხლა გოჭზე ოჯახის სხვა წევრებმაც გაანძრიონ ხელი ცოტა კაცო ეხლა ესეთი ამბავია. ჩვენს შოუს კი მუსიკალურად უკლავაც აფორმებს ბენდი საახალწლო განწყობით გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. ჩვენს გადაცემაში ამ ახალ წელს სტუმრად მოვიდა ჩვენივე გადაცემა. მაშასე ზვიო და სცენარისტები, აპლოდისმენტებით შევეგებო. აბა დაბძანდით. არ მოგერიდოთ. გიზენით როგორც საკუთარ გადაცემაში. მოგესალმებით. გილოცავთ, ულოცავთ ყველას 2025 წელს და ყველაფერი იყოს სამხიარულოდ და აგერ ვართ ბატონო. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. გადევნებთ თვალყურს და ძალიან ნიჭიერი ის არის გუნდი შეკრული, აი გოგუებსაც მე ემიგრაციაში ვიყოფები და ბიზნესმენი. ხო და აი მადლობა და თქვენი მიწვა მართლა მინდა მე ჩემთან იქეთ ბაღდადში და აბა თქვენი აი ქართულადაც მიჭირს მეტყველება ხა. მოკლედ ესე იგი დაგვიწველდა სტუმრობა. ხო, ასე უნდა. მე თქვა როგორ ახლა. ესე ზევიდავდი ოთახი მეც გილოცავთ ახალ წელს რა თქმა უნდა, ესე ეთერის საშუალებით და ჩვენს გუნდს, ამ დიდ გუნდს უსურებ ძალიან ბევრ წარმატებას და ხალხს რა თქმა უნდა სიხარულს, ბედნიერებას და მშვიდობას. როგორ ახართ? აბა, ესე იგი მაინტერესებს ხო ჯერ როგორ არის, ანუ გავიაროთ სცენარი ჩაწერამდე თუ იცით ისედაც რა წერია, თქვენი დაწერილია, ხო? გაცხილვა უნდა. მაშინ შევითხარი ვინ გადაგაგდო გაბურო ჩვენ დაგვიძახეთ. ნახოთ აბა რიმედი მაქვს თქვენთვის მაინც დაწერეთ კარგი კითხვები. ნახოთ აბა როგორა. კაი, ნუ ზვიოსგან დავიწყებ მაშინ. არ არის ცუდი შეკითხვები, რომ გადავხედე ახლა უცებ. ზვიო, ვიცი. როგორ ახარ? ხო კარგად. კარგად. ძალიან კარგი. ზვიო, ესე იგი, დავიწყებ შენი სტუმრობა, ბიჭები იმედია არ მიწყენენ, თუ გეწყინებათ არაუშავს, ცივი დალიო. ზვიო. ხო, ზვიო, მე-14 სეზონია, ეხლა ხუმრობის გარეშე. მე-15 სეზონია. ხო, არა, მე-14 სეზონი დასრულდა და მე-15 სეზონი დაიწყო გიორგი გაბუნიას ღამის შოუს. აპლოდისმენტები უნდა. არ გეჩვენება რომ ეხლა როგორც აღმასრულებელ პროდიუსერს ამ გადაცემის რომ ნელ-ნელა უკვე ბრაზილიურ სერიალში გადავიზრდები. კი, უნდა გამოუძებნოთ ნათესაური კავშირები. ნათესაური და ეგ იქნება იდეალური. საერთოდ არ არის ცუდი ბრაზილიური სერია. საერთოდ არ არის ცუდი? ბოლოსო ვინმე სტუმარში მე დედა აღმოვაჩინო, ეგ იქნება ბრაზილიური. არა, შენ რო აღმოჩნდე დედა. ხო, მე რო აღმოჩნდე. ისი არ არის. ზვიო, ისე მართლა გულწრფელად მაინტერესებს 15 სეზონი. არ არის ცოტა. ძალიან ბევრია, ხო? რა არის თავარი მიზეზი კი არა და ხო მიზეზი იმისა რომ ეს წარმატებით მიმდინარეობს. თავარი მიზეზი ეკრანზე ჩანს ახლა ყველა. ჩვენი ბენდი და რა თქმა უნდა შენ გიორგი. და შენ უმთავრესი ამბავი პროდიუსერი ჩემი. ყველა რა თქმა უნდა. გამიმარჯოს ყველა. ზიო, ერთი პერიოდი ერთდროულად სამ სხვადასხვა არხზე იყავი ღამის შოუს პროდიუსერი. ხო იყო ასე. მეც მახსოვს. ერთდროულად იყო სამი სხვადასხვა არხზე, სამ სხვადასხვა არხზე გადიოდა სამი სხვადასხვა ღამის შოუ. ხო და გადაცემები თუ აგრევია ერთმანეთში. ეს რომელი გადაცემაა? ერთხელ აერია და ჩემი დახურა.
სხვა უნდა ეს უნდა დაგვეხმარა. ხო და ასე კი აგრევია. არა, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება შვილები აგერიოს აგერიოს, ხო. სხვათა შორის სამივე იმ არხზე, სადაც გადიოდა, სამივე საკმაოდ რეიტინგული იყო და წარმატებული იყო. კი, იმ არხებზე ყველაზე რეიტინგულები იყო, რა თქმა უნდა. როგორც საკ. არა, ახლა აქეთ აღარ ვლაპარაკობთ ახლა. ახლა ძენი ჯირი. როგორც თქვი, უამრავი პროექტის პროდიუსერი იყავი და ხარ და უამრავ ადამიანს გამოუვლია შენს ხელში. ასეა, მათ შორის მეც და ბევრი ადამიანი ყავს ფეხზე დაყენებული. მათ შორის თათა და ბაბი დღესაც ფეხზე ყავს დაყენებული, ხო, ისეთი ამბავი. ეს გელა დამეხმარა. ხო. მარტო ჩემბრალი არ არის, გოგო. ხო, მაგარი შეგრძნება ის. როცა ბევრი ადამიანს, რომელსაც ხელს უწყობ, რომ განვითარდეს, გაიზარდოს და მე უყურებ, რომ რაღაცა წარმატებულად ართვევენ თავს ამ ყველაფერს რა. კი, მაგრამ არ მოუდუნდეთ. ხო, არ მოუდუნდეთ, მაგრამ შეგრძნება, შენ შეგრძნებაზე ძალიან კარგი, აუცილებლად, აბარა. ფილმებს და მულტფილმებს მინდა ასევე შევეხო, რომელსაც ახმოვანებდი. კი ბატონო. მოკლედ, ესე იგი, ზორომ საქართველოში შენ უფრო დიდი წარმატება მოგიტანა, ვიდრე იმას ანტონიო ბანდერას თვითონ, ა? ხო? ზვიოს საქართველოში ხო ზვიოს ზორო უფრო გვახსოვს ახლა ვიდრე ანტონიო ბანდერასის მე მაგალითად კეტრინ ზედა ჯონსი უფრო მახსოვს ვიდრე შონზო შენ ხო კიდე სხვა ამბავი არის გასაგებია ზვიო ხაშურელი ხარ დიახ ოსიაური და შენზე ამბობენ საკმაოდ მშვიდიაო ამბობ ზოგადად ესეთი რაღაცა საკმაოდ მშვიდია გაწონასწორებული და იშვიათად გამოდის მდგომარეობიდანო და მართალი ამბავია ვინა თქვა აი, როდას არის? არის, აგერ ამოთქვა თქოს. აგერ თქოს და ესე იგი მართალი ხო. ზვიო, საახალწლო სურვილებით უსრულდება. და ხომ სრულდება? კი, აუცილებლად. მართლა? შენ გენაცვალე, მადლობა ხელფასის მომატებისთვის, კაი კაცი ხარ. ჯიგარი ხარ, შენი ძირი. აი, რა კარგი ახალისელი. ჩვენზეც უთხარ, ჩვენზეც. როგორ? ჩვენზეც უთხარ. თქვენზე უთხარი თქვენ თვითონ, გასო, მე ჩემი საქმე გავიკეთე და თქვენს და თქვენ მიხედავთ. უღლესი მადლობა, ნათლი. ზვიო, შენთან მეტი შეკითხვა ამ ეტაპზე არ მაქვს და ბიჭებთან გადავალ, ეხლა თუ შეიძლება. ნოე. დიხ. მოგესალმებით. მოგესალმებით, მოგილოცავთ შობა ახალწელს და შენ ღამის შოუ გქონდა. როგორც თქვი და ზვიოს აერია და დახურა. ხო. ხო და ანუ არსებობს ხო ღამის შოუს შემდეგ ცხოვრება, ანუ უბრალოდ ჩემთვის მაინტერესებს რომ ანუ შვიდად ვიყო. ჯვარი გწერია. ხო, მაგრამ მაინც. არა, არსებობს ცხოვრება, ოღონდ სხვა ფორმით რა. ოღონდ დღისით. ხო. ან პეპლად მოხვალ, ან ბალახად. შენ რად მოხვალ? ან ზურამანჯავიზე. არა, სხვათა შორის არ შეშინდე. ხო. მეთქმა დაგიფაროს, მაგრამ აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, როცა უმუშევარი რჩები რა. მაგალითად? მაგალითად დადებითი ის არის, რომ მეტი თავისუფალი დრო გაქვს და ჩემ შემთხვევაში შეგიძლია სათევზაო წახვიდე. ხო. და უარყოფითი ის არის, რომ დრო გაქვს სათევზაო წასასვლელი, მაგრამ ჭიის ფული არ ქონდეს. ანკესის ფული. ანკესის და ჭიის ფული. ეგა, ესე, ერიტყვი. კი ბატონო, გასაგებია. რაღაცა წუწუნა ის გამომდის, ხო დღეს იუმორი. გინდა მოგიყვი ამბავი, როგორ უნდა შეარჩიოს საწუწუნოდ სწორად ადამიანი? კაი ამბავი. ანუ არასწორ ადამიანთან არ უნდა იწუწუნო. რადგან მაგ თემაზე ვსაუბრობთ, ერთი პერიოდია ცოტა ხანი უმუშევარი ვიყავი, უხელფასოდ აქეთ ბანკი, ძოლი, შვილი, ბავშვები ბაღში, ეგეთ კომუნალურები მტერი მოყარე და ცოტა დავსევდიანდი რა. ხო. მეგობარი მეუბნება რა გჭირსოდა. მეთქი აი ასეთ დღეში ვარ და თან მეთქი გავცივდი და სიცხე მაქვს თქო. პლუს. შენ სიცხე მაინც გაქო. როგორ ადამიანს უწუწუნებ რომ ისიც ეგეთ დღეში და სიცხეც არა. მარო სიცხე ქონდა. ამიტომ ადამიანს თუ უწუწუნებ ისიც სწორად უნდა შეარჩიო. გადავიდეთ შემდეგ სტუმართან დიტო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ესე იგი, ჭიათური და სცენარისტი, იუმორისტი და იუმორისტული სიმღერების ავტორი. კი ბატონო. რამდენი მიზეზი მოგიფიქრებია, რომ მაღაროში მუშაობაზე უარი გეთქვა, ხო? კი. ქონია შემოთავაზება ისე? შემოთავაზება კი მქონია, მაგრამ ადვილი არ არის მოხვედრა. ხო, რთული არის? კი, და ნუ ღამის შოუში უფრო ადვილია მოხვედრა. დიტო, შენ ხომ არა გაქვს რაიმე ჩვენთვის მოტანილი? რაღაც ისტორია მაქვს ერთი. გავიხსენი, აბა თუ მოგეწონებათ ცოტა. უცნაური ამბავია, ეგეთი. ზემო იმერული ამბავია კონკრეტულად ადგილი და სოფელი მეც არ ვიცი რომელია რა და ერთი საგვარელი კაცი ცხოვრობდა და ჯარც აგროვებდა რა ჯარც ხო მე როში აგ ერთი კვირა რაც მოგროვდებოდა მიდიოდა და ერთიანად მიქონდა და აბარებდა რა რომ ცალ-ცალკე რო არის წავს რაღაცა
თავის უბნელმა ცოტა ისეთმა გაგების ტიპმა რა, ცოტა ისეთია რა, უხეში და ცოტა ძველობს რაღაცა შვება ეს ტიპი და რამდენი იმან მოაგროვა ეს ჟართი. მიდის ეს ტიპი, ეს უბნელი რაღაცა და ის აბარებს, ბიჭო, ამის მაგივრად. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, თან ის ფიზიკურადაც დიდია და ისე დაცვის უფრო მაგარი ტიპია რა. ცხოვრება. ვერ ეუბნება ბიჭო ეს რო ჯართი აღარ მომპარ, ვერ ეუბნება, ანუ იმდენად ისე. თან იცის რომ აბას. ხო და ერთხელაც მოდის ნასვა მდგომარეობაში ეს ვინც აგროვებს ეს კაცი მოდის და ის ვინც პარავს, შეხვდა გზაში პირდაპირ. ეხლა ეს ნასვამზე ცოტა გული მოეცა რა და მოდი ბოლო ხო უნდა უთხრაპაროთ ისხავ და გადაუდგა წინ და რატომ პარავ ჯართს? კაფედა. და იმას შეხედა ეხლა ჯერ რო შეხედა ეს ვინ არის სახე ხო. ბიჭო, ჯერ ერთიო მაგ ჯართსო მე როცა მინდაო, მაშინ მოგპარაო ჯერ ერთიო. და მე ხა გამასწრებო, გაგცხებ, გაგცვივდება ყურები მოშორდი აქეთ. და მე შეხედა. მე იპარავ და იქნები მელია. რა მაგრამ დაემუქრა. რა იპარავ და იქნები მელია. იმას გული გაუსკდა ეგრევე და მეორედ აღარ მოუყარია. გიორგი ლიონიძე. იცოცხლე. ჭუტა. გილოცავთ ახალწლებს ყველას, თელ საქართველოს. გაიხარე, ჩვენც გილოცავთ. გიო, ქუც არასდროს იხდი, ხო? რატო? ახლა არ მოიხარო. არა, მეუბნება და ჩემ თავს ასეულები, რატო არის? ხო, არის, ისე ნუ სულ კუდი გახურავს. სიცივე გეიკავ ამ ბოლო დროს. არა, რატო ის სათვალე რომ გაიკეთო? შავი სათვალე, დაგლახავებული გელაგნოლიზე. ვარ დაგლახავებული იყო ყველაზე სწორი. გამხდარი. შეიძლება. შენ ხომ არა გაქვს რაიმე ჩვენთვის საახალწლო. ერთი მაქვს ესეთი მე და ზიოს მოღვაწეობას ეხება რა. ჩვენ უნიკალური ბენდი გქონდა. ხო. ჯგუფი გოიმები რა. გოიმები თხნიდით ყველაფერს. გასტროლზე. ხიდი გაქვს თათმინდან გამოეკანე, ხო? ეგ სიმღერა თვითონ არა გასტროლების და გასტროლებზე ვამბობ რა. ანუ ჰაიპში ვარ რა. მე ვარ ჰაიპში ვარ, უკვე მიჭირავს სახე და უკვე 4 კაცი მსნობს რა. საცხობთა უკვე თამამად ღვეძებს ვეღარ ვჭამ რა. სახში მიმაგ და ისევ ჭამჭრი და ადამიანურად. კარგია იმიჯისთვის. ძალიან. მოდის ტელეფონზე SMS-ი რაღაცა კახური იმიჯით მქონე ადამიანი, აი ქართველი კაცი რა. აბარჯობა ჯიგარო ესეთი SMS-ია, ესე ვკითხულობ, რა ვიდო ესეთი საბეჭდილება დატოვა იმ ადამიანმა ჩემში რა. აბარჯობა ჯიგარო. აბარჯობა. თქვენ ჯგუფ გოიმებში არ მონაწილეობთ, მოღვაწეობთ? კი მეთქი თქვენ გენაცალეთ ესე და ესე ვარ. ჩემ ბავშვსა აქა დაბადების დღე. შენ გენაცალე მეთქი გაგიზარდოთ თქვენ რამდენის გახდა? 16 წლის გახდა, 16 წელი ახლა ბავშვი არ არის რა. მე 5 წლიდან მივატოვე ბავშვობა და 16 წლის არ არის და მიხსნის ახლა სურათს მიხატავს რა. ანუ დაბადების დღეა ჩემ ბავშვსო. კარბი ჩამოვიდა 3000 კვადრატული ვარ, ხო, ჩემი მე და ჩემის მაგაცები აქეთ ვიზებით, სუფრაო, იქეთ საკლავ, იგი ყველაფერი. უნდა იყო რა. მეთქი როგორც არის, მეთქი შეუთანხმდები ბატონზუიას თქო და თუ ესე ეცლება, მოვალთ, არ არის პრობლემა თქო, გავართობთ თქვენს იმას დაბადების დღეს თქო. უარზე მივდივარ ახლა უკვე, მაგრამ ვირიდებ თავს. არა, ბატონზუიადი რაჟვაშია. აი თქვენ რო გამოხვიდეთ და რასაც აკეთებთ იმ ვიდეოში ისე რომ გააკეთოთ. და რას ვაკეთებ ახლა ვიდეოში? ძველებული საწოლია, სამბარებიანი. საღამურები მაცვია და ბალიშით ხტუნაო. არ საწოლზე. ეს არ მოვიდგინე, ესეთი 200 კაციანი სუფრა აქეთ ბავშვები, მასე საქართველოს ტრადიციებს გაუმარჯოს და მე ბალიშით ხტუნაო. მარტო ერთი კაცი. და მივხვდი რომ ჰაიპში ყოფნა აღარ მინდოდა. და დღეს ასე მოვედი. კარგი, ახლა ჭუტაზე რადგან ვართ ვისულები, მე მინდა, ანუ ჩვენ სცენარს წერენ ხოლმე ბიჭები, აწერენ თავის სახელს, რომ მივხვდე ვისი დაწერილი ხუმრობა. და ჭუტა ამ დროსაც არ არის მოდუნებული და ცდილობს რომ იმ სახელშიც იხუმროს ხოლმე და ყველა სტუმარზე ჭუტა თავის თავს წარადგენს სხვადასხვანაირად რა. და ეგენიმა გამოკრეფილი რამდენიმე რა. აი მაგალითად გია ჯაჯანიძესთან ჭუტას უწერია ჭუტია ჭაჭანიძე. გიორგი ჭინჭარაული, გიორგი ჭუტანაური. მიხეილ ცაგარელთან
ჭუტია ცაკალელი. ჭუტია ცაკალელი. აჩიკო ნიჟარაძესთან. აჭუტია რაკოინაძე. ნუ გზარ ერგემლიძე. ჭუტა აბა ახლა ერგემლიძე. ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთან ჭუტა არსად გაფრინდაშვილი. ნუ 4 გია 4 ჭუტა. დილის სამყანებთან ჭუტა უზმოზე ვერაფრის სამყანი. და ბოლოს ანსამბლი იამე ჭუტა ოდესმე იამე. ბრავო ჭუტა აუცილებლად იამე ფეხლა. რა კარგი იქნებოდა ახლა მეთქვა შენ გადმოგეცემა ბინაო არა. არა ფორმატი ალბათ საშუალებას. არა გეტყვა რა მოგეჭრა მე. აქ ხო გა. ეხლა დაგვრჩა კიდევ ერთი სტუმარი, რომელიც უყურადღებოთ არ მინდა რომ რაღაც გამომივიდეს, ბექა სულაძე. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს. გაიხარე ბექა, ჩვენც გილოცავთ. ესე იგი ბექა, როდესაც შვებულებაში გასვლა გინდა. განცხადებას წერ თუ ცუთხუმრობებს? არა, შეგეძლო პირდაპირ ანუ არ წაიღო ამ ხურო, ჩემი თუ შენი დაწერილი. ესე იგი შვებულებაში გასვლა. და გეტყვა ძიროსთვის პირდაპირ და გაგიჟევდა რადგან ამდენი ხურო, რას სამაკითხე, შემარცხვინე და მჯერი თავი, როგორ ახარ? კარგად. აბა გამოასწორე შენი ცუდი ხუმრობა და მოყევი ისტორია რამე? მაშინ მე მოყვები ჯაბოვიჩის საყვარელ ისტორიას მოყვები, რომელიც მე გადამხდა. მაგითო შემოყვევი მე. ტელევიზიასთან მოკლედ სასადილო იყო და ნუ მან დავდიოდი ხოლმე რა და რაღაცა 20 დღე 21-22 კი ბატონო და მე ბოლოს ხელფასამდე რამოდენიმე დღეა დარჩენილი ხანდახან მიწერდა ხოლმე რომ აი ვალზე და თვის ბოლოს შემოგიტან. ისია ჩაწერე და შემოგიტან და შევედი ერთხელ და მოკლედ ავიღე ეს რაც მინდოდა და მინდა რომ ჩაწეროს და უკან ახლა სულ გოგოები არიან რა. აი ბევრი აი შესახედავი მორიდებულ მეთქი ხარ და ვერც ვეუბნები და ეს ავიღე და ვაგზნობინე რომ უნდა ჩაწეროს და ესე გამოვტრიალდი და გამარჯობა მივესალმე და გამოსდი და უკნახმა ბექა მივაწერო საწყალი გამამთავრა ეგ გამამთავრა იმ გოგონების თვალში? არა, თუ ის გოგონების დისიაზე იყვნენ მისული მე როგორც ვიცი, ასე რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. მოკლედ, მეგობრებო, რეალურად ეხლა რასაც ვინც ნახეთ, მე ისტორია არ მაქვს, ვიდო მე რაც ხოდა მოსაუბრე ამ წელს შემოვუძურეს ახლა ეხლა მოვდიოდი შენთან, ჩემო ჯიმი. არა, არა, მოგილოცი ახალი წელი. ხო, გილოცავთ ახალ წელს სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, ხვავის და ბარაკის მომტარი ყოფილიყოს. მე კიდე ამ ბიჭებს უღრმესი მადლობა ბიჭებო, ჩვენი ამ შოუს წარმატება ეს არის თქვენი დამსახურება, ასეთი სერიოზული ჯაბოვიჩი ალბათ წელიწადში ერთხელ გავდა. აგრეთვე ჩვენს უკან კიდევ გუნდია, აი ჩვენი ბიჭები დღეს ახლა ჩვენი სცენარისტები ვერ შემოვიდნენ აქ. კი ბატონო. სივიწროებს და ასევე ჩვენი ოპერატორები, მემონტაჟები, ჩვენი ხიფშო, ჩვენი თიკო და სულ ყველა რა, ჩვენი გოგოები და უღრმესი მადლობა და ეს 2025, 26, 28 ვაკეთეთ ეს შოუები და ვამხიარულოთ ხალხი მე რა ვიცი. ხელფასი იქნება, ფინანსი იქნება, რაღაცა იქნება. ნამდვილად, უერთები ჯიმის, მადლობას გადაუხდი, ზუიო, მადლობა, მადლობა ბიჭებო თქვენ, ჯიმი, მადლობა. ხამის შოუს ბენს, ჩვენს ასევე სალომე კენჭუაშვილს უღრმესი და უდიდესი მადლობა. ყველა იმ სცენარისტს, ანას არ ქუა. არ ჩანს ტექნიკურ ჯგუფს, ოპერატორებს, რეჟისორებს, რა ვიცი, გამნათებლებს, ყველას აბსოლუტურად ამ დიდ გუნდს და ტელეკომპანია იმედს ყველაზე დიდი მადლობა. გისურვებთ ბევრ სიკეთეს, ბედნიერებას და ზვიო, ყველა რაღაცით მოვიდა. შენ მოხვედი ხელსარიელი. და ჭუტას ხო წავიდი. რამე? რა თქმა უნდა, ხელსარიელი არ მოსულ ვარ გიორგი, მე მინდა რომ შევასრულოთ მე, შენ და ჯიმი ერთი სიმღერა. ოჰო. კი ბატონო, საახალწლო სიმღერა და რითი იქნება ეს სიმღერა სხვა საახალწლოებისგან განსხვავებული. სევდიანი საახალწლო სიმღერა მოგისმენია? მე არა. ხო და მოდი ერთი გავაკეთოთ სევდიანი საახალწლო სიმღერა. სევდიანი საახალწლო სიმღერა საინტერესოა. ძველი სიმღერა. დედაჩემ ამასწავლა და მე მასაკანის დროს ვღეროდით ხოლმე თესეუში ბიჭები და მე მგონი კარგი იქნება ამ სიმღერის გახსენება. აბა შეუბე. კავკასიონზე გაუთოვია ჩემ შეყვარებულს სხვა უშოვია დიდირეგულო
ასე მეგობრებო. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ზვიო. და სცენარისტები მეგობრებო. Ხევანდელი ჩვენი გადაცემა უფრო თეატრალური, უფრო მუსიკალური რომ გახდეს, სწორად ამიტომ მოვიწვიეთ თეატრალური კვარტეტი. მეგობრებო, აპლოდისმენტებით შევეგეთ. აბა გამარჯობა. აბა მოგესალმებით. მოგესალმებით. გილოცავთ. გილოცავთ ახალ 2025. გილოცავთ. გილოცავთ. გილოცავთ, მეგობრებო. გილოცავთ ყველას, ბრალოს დაესწარით, ბედნიერებას გისურვებთ. ტრადიცია გრძელდება ყოველ წლის ბოლოს, ან წლის დასაწყისში, ან ორივეგან, ესე იგი ყოველთვის მოდიხართ ხოლმე სტუმრად ხამის შოუში და წელსაც არ დავარღვიეთ ეს ტრადიცია. მომისმინეთ ახლა, მითხარით, აბა როგორ შეხვდით ახლა 2025 წელს, ვიცი რომ 24 წელს, ესე იგი სანამ გააცილებდით, ბევრი ღონისძიებაც გქონდათ, რეგიონები მოიარეთ, მოკლედ მთელი ამბები გქონდათ და ორი სიტყვით აბა როგორ ჩაიარა? დატვირთული იყო 2024 ძალიან ისეთი კონცერტებით, ღონისძიებებით, გასტროლებით. კი ბატონო. ხო და რაღაცა კარგი წელი გამოვიდა, ასე რომ ვთქვათ. ვიყავით რეგიონებში, მოვეფერეთ ხალხს, მოკლედ მოვესიყვარულეთ, ვუღერეთ და დაძვისხებთ, მოკლედ მთელი ამბები რა. ძალიან კარგი. ეხლა 25-ში რა სელოდებით? აი რა გაქვთ? აი თოვლის ბაბუას რა დაუწერეთ? რა უნდა თეატრალური 25-ში ზიგივეს ველოდებით. რა თქმა უნდა, ბევრი კონცერტები, ღონისძიებები, ახალი სიმღერები და შვიდობა და კარგად ყოფით. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ასეც იქნება და კარგად იქნება 25-ში და შემდგომ წლებშიც. ესე იგი, როგორც წინასწარმობისას მითხარით, თქვენი კვარტეტი თეატრალურის კიბეებზე შეიქმნა. კი. ხო? მე რამდენი საფეხურზე თუ გახსოვთ? მეოთხეზე. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. ასე. მეოთხე, მესამე, მეორე, პირველი, ასე ვიდექით. ხმების მიხედვით ხმების მიხედვით ვიდექით და ნუ ოთო იდგა პირველზე თავიდან. თავიდან მეოთხეზე მეოთხეზე გადასვით, კი ბატონო. მე რა მეგონა, იცი? ანუ კიბეებზე ისხედით, რაღაცას ვღეროდით, თქვენთვის ლაპარაკობთ, მეთქი ჩამოიარა არჩვაძე, მუთხრა ადეგით გაცივდებით ბიჭებო და არა, სიმართლე ხომ დაიცოდეს ხალხმა. ხო, გითხარ, დათო არჩვაძე მოვიწვიეთ, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელად და შემდეგ დათომ ნუ ძალიან დიდი უკეთესი იქნება ლაშა მოყვეს ეგ ისტორია გავაკეთე კიდე მოყვეთ გავაგრძელოთ საჭიროა ანუ მე როგორც მივხვდი მარტივად რომ ამოვწუროთ ესე იგი თქვენ შეიქმნა თეატრალური კვარტეტი აგერ ერთ-ერთი ლაშა იყო თავი კაციო რო იტყვიან ჩვენთან იმერეთში და შემდგომ უბრალოდ არჩვაძის დახმარებით უბრალოდ რაღაცა შემოქმედებითი კუთხით განვითარდით წინწახვედით და მე ახლა უმაღლეს დონეზე მიყვებით თქვენ საქმეს ამაში მაყურებელი დამეთანხმება აგერ აი აპლოდისმენტები ესე იგი, ძალიან საინტერესო ამბავია, რომ თქვენს, ნუ სხვადასხვა დროს კონცერტებზე ესწრებოდნენ ძალიან ცნობილი ადამიანები. აი რიგი ჩამონათვალი არის ახლა მონიკა ბელუჩი. ხო, აი როგორც თქვა, ჩვენ არჩვაძეს ვერ ავწდით, ისე ვერ ავწდით მონიკა ბელუჩი. აი ისე ვერ ავწდით მონიკა ბელუჩი. კი ბატონო, ემირ კუსტურიცა, მიშელ ლეგრანი, კრის ბოტი, ლუბეგა, რიკი ეპოვერი და ნიკოლას კეიჯი. ჯემი ნიკოლასი, კი ბატონო, კი ბატონო. მაგარია. და მონიკა მიტირა კიდევაც. მიტირა? კი, გობა მოყვება მაგ ისტორიას, იმიტომ რომ მე რამდენჯერ უნდა. რაზე იტირა? ანუ სიმღერაზე ატირდა, სულიკო ვიმღერეთ და მაგაზეც რეული მიიღოთ, განსაკუთრებით კობა მოეწონა რა თქმა უნდა და კობას ხმაზეც გაგიჟდა. ალბათ ფოტოც გექნებათ თანახმად, თემზე როგორც ღურტულეთ. კი ბატონო, როგორ ეგ ფოტო ყველამ ვიხილეთ და ვნახეთ. ისე როდესაც ამ ხალხს ხვდებოდით ახლა და ხედავდით რომ დარბაზში გისმენდნენ თუ არის რამე სპეციფიური შეგრძნება და უფრო მეტ თუ ჩეულებრივად არა ისე ხუმრობა კარგია მაგრამ სერიოზულად რო ვთქვა ძალიან დიდი ბედნიერება როდესაც ესეთი მსმენელი ყავს და ესეთი ხალხის გიმღერია და ვარსკვლავები რო გისმენენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ხო რაღაცა სხვანაირად გძნობ თავს შენ თან შენ ქვეყანას რო წარადგენ რა თქმა უნდა ეგ კიდე ცალკე ამბავი არის კარგი არის ეს დიდი ვარსკვლავები მაგრამ ჩემს ქართველ სმენელს არ მიჩვენია არაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენ ხუმრობ. დიდი მადლობა მათ. რა თქმა უნდა, თორემ ნამდვილად ეგრე არის, კი ბატონო. ეს კრის ბოტიც ხო ესწრებოდა?
ხო და ეს კრის ბოტი მართლა ბოტია თუ ოპოზიციურ მარხებმა უგორეს ეგ ამბავი ანუ თუ იცით ანუ კარგი კრისია ანუ კრისი ერთი ბოტი არის კრისი გასაგები ძალიან კარგი კობა ესეთი რამ გაქვს ნათქვამი რომ მე და ირაკლისო გვიყვარს ხოლმე თქმაო არ იქნება თავის დაზოგვაო კი ეს არ ზოგავთ შეიძლება მე ჩვენთანაც რომ არ დაზოგოთ დღეს თავი და ერთი კარგი სიმღერა რო დაგვიგონოთ აუცილებლად თოვლი მოდის არემარე პანტელებით იფარება სიამოდის თოვლი დნება სიზმარებით იკარგება სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება მენანება მენანება სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება მენანება მენანება მერე ისევ თოვლი მოდის ჩურჩულებს და ზღაპრებს ყვება დასრულებს ის ვერ ზღაპარს დაცრემლება და იღრება სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება მენანება მენანება 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 ჩემთან მოდი მარე შენი ნახვა მენადრება სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება მენანება მენანება 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 ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ თეატრალური კვარტეტი მეგობრებო აპლოდისმენტები ბიჭებს